ახო ზაფხული მოვიდა, ჯერ ხო ვიხვეწებოდი ზაფხული. ეხლა ისე ერთბაშად მოვიდა და ისე დაცხა, რომ აი არ ვიცი, პირდაპირ გადავედით კანის გაძრობაზე. ხო და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ახლა საკმარისი წყალი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. გავიდეთ 5-5. 5-5 ხო, ანუ მინიმუმი 2-დან 2.5-მდე და თუ გავიხსენებთ ხო, ანუ განსაკუთრებით ან ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ანუ მაღალი ტემპერატურების გამო ძალიან ბევრი ადამიანი დეჰიდრატაციით დაიღო, განსაკუთრებით მოწყვლადი არის ბავშვები და ასაკში მყოფი ადამიანები, ხო? და ჩვენ შეიძლება ეს დავდიოდეთ, ანუ ვიღებდეთ ამ რაოდენობით წყალს, ანუ 2 ლიტრი მივიღე, მაგრამ თუ მთელი დღე ყავით ჭიქით დავდივარ, შეიძლება უფრო მეტი წყალი დავკარგო, ანუ გონია რომ შევისე, ვიდრე რეალურად მიიღე. ანუ ერთ-ერთი ჭიქით რო ვიარო მთელი დღე თუ ბევრი ჭიქით რო ვიარო? ბევრი ჭიქით. დიახ. ძალიან სადაოა ზოგადად, რა არის ეს სწორი რაოდენობა, იმიტომ რომ კამათობთ ამაზე და ერთხელ და სამუდამოდ იმედია გავცემთ ამას პასუხს. თან ბევრმა ადამიანმა ისიც არ იცის რა რაოდენობით წყალს იღებს დღის განმავლობაში, მე მაგალითად არ ვიცი. თიკა ნახე, ციფრები არ ტყუის, ადამიანის ორგანიზმი 70% წყლისგან შედგება. და ყოველდღიურად ჩვენ ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვისას საშუალოდ 2-დან 2.5 ლიტრამდე სითხეს ვკარგავთ. ეს სითხე იკარგება ასევე რესპირაციის, აი ჩვენ რომ სუნთქავთ, ამოსუნთქულ ჰაერში არის ჩვენი ტენიანობა. გავაყოლე? ამ დროსაც იკარგება სითხე. აი ფანჯერაზე ხო გაკეთებია? რომ შემოსწრებთ. კი, როგორ გამიკეთებია? კი, მე ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე ხო უფრო ხშირად სუნთქავ. და უფრო მეც კარგა? მეტ წყალს კარგავ, კი. და ოფლიანდები კიდევაც აქვს. ოფლიანდები კიდევაც. ანუ ყველას რო აუხსნათ რა არის დეჰიდრატაცია. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი კარგავს იმაზე მეტ წყალს, სითხეს, ვიდრე იღებს. და იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ანუ აი დღისა იმ ნორმას წყალს ვიღებთ, ხო, არსებობს ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ანუ წყლის ჭარბად დაკარგვას. და ხა განვიხილოთ. აი მაგალითად წავიდეთ ფაქტორებს. პირველ რიგში მოვიყვან იმას, რომ ვარჯიში ბევრი სიარული ან ნებისმიერი სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა. სახლის დალაგება არ არის ფიზიკური აქტივობა. კი, რა თქმა უნდა, და ის იწვევს ჩვენი ორგანიზმის გააქტიურებას, ესე და მეტი სითხის აორთქლება ხდება ჩვენი კანიდან. კარდიოზი არ გაოფლიანდა, ისე თუ კარგად ალაგებს ესე გემრიელად სახს, მაშინ რო გაოფლიანდები. მეორე არის სტრესი და ნერვიულობა. მაგაზეც გვასხავს ოფს. მაგაზე ერთი ოფს გვასხავს და მეორე ხშირად დარბიან საპირფარეშოში. ხო, გახშირებული შარტო. გახშირებული შარტოას. თუ კუჭის მოქმედებაც. არა, უფრო შარტო. იმიტომ ნერვებთან ხო არის მიბმული? კუჭის მოქმედებას ახასიათებს საშინელობა. კი, პარასიმპათიკური გზით, კი. ოჩახია. დიდი მადლობა. შემდეგი ფაქტორი რა შეიძლება იყოს, ის იყოს გაციება, გრიპი. ან მოწამვლა. მოწამვლასთან ასოცირდება რა, რომ ფაღარათი, ამ დროს განგაში უნდა ავტეხოთ, განსაკუთრებით ბავშვებში. ზაფხულზე ვარბობთ ხო ეხლა განგაში, მით უმეტეს, როდესაც წყლით შევსება და მინერალებით შევსება ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს. და გაციებაზე რატო? გაციებაზე იმიტომ რომ გაცემილებაც კარგია. ტემპერატურის მატება არის და ტემპერატურის მატებას ერთად ბევრი სითხე იკარგება. ეხლა მდგავარ და პირდაპირ კარგავს. შეიძლება ოფში არ გამოიხატოს, მაგრამ აი ევაპორაცია, აორთქლება ხდება. შეიძლება ოფმა არ დაგასხას, მაგრამ ვერც მიხვდე. ამ ცხელი რო ხარ, შენ ავტომატურად გამოყოფ იგრილებ თავს ამიტომ. კვიანი ორგანიზმი. კი, შემდეგი ეს არის კოფეინის შემცველი სასმელები. ანუ ვიცით რომ კოფეინი თვითონ დიურეტიკი, ანუ შარდმდენია. ამიტომ რაღაც დღეში 6 და 7 ფინჯანი ყავა მოხმარება მოითხოვს უკვე 2 ლიტრი ნახევარზე მეტი წყლის მოხმარებას. ისე იტალიაში ხო წარმოუდგენია, ანუ ჭიქა ყავას მოყვება 1 ჭიქა წყალი. ნუ დააბალანსო. ყოჩახ, ჭკვიანი ხალხი. და ანუ ასევე გაზიანი სასმელები, ხო? ანუ მათში ენერგეტიკულ სასმელებშიც ასევე ძალიან ბევრში შედის ეს კოფეინი. და როგორია რომ ამ ენერგეტიკული სითხეს იღებ, რეალურად მე დიურეზი უფრო ანუ ის გამოდენა უფრო ხშირდება და ამით შეიძლება უფრო მეტი წყალი დაკარგო. შემდეგი არის ალკოჰოლი, იმიტომ რომ როგორც
კოფეინი, ასევე ალკოჰოლი ძალიან ახშირებს შაქრს. შემდეგი არის კბილეული, როდესაც შაქრის დონე მოიმატებს სისხლში, ანუ მირთმევის შემდეგ, ის რაღაც უნდა განეიტრღდეს, ხო? სისხლში. ამიტომ უჯრედშორისი სითხიდან, ქსოვილებიდან ეს სითხე გადმოვა სისხლძარღვებში. ესე რომ ვთქვათ, რაზეც მე რეაგირებას გააკეთებს თირკმელი და უფრო სწრაფად იმუშავებს და ანუ გამოდევნის მე ამ სითხეს. ანუ შაქრიანად რო დაწიოსა და ანუ პირველადი შედეგი როა ეს უჯრედშორისი სივრციდან ეს სითხე გადავიდა, ანუ მიდიხარ დეჰიდრატაციამდე. ხედავთ რა ყოფილა ის შაქარი? ხო, შაქარი. ანუ არც გაწყურებს, არც ანაფერი, მაგრამ მარილისგან განსხვავებით. მაგრამ ისე მოითხოვს წყალს ჩვენთან. მაგალითად ბევრი ნაყინი. აუф, მოკეთ რამდენი ფაქტორი დასახელდა, რომელზეც არც გვიფიქრია საერთოდ, რომელიც შეიძლება იყოს თურმე ჩვენთვის სითხის დაკარგვის წყარო. ახლა რა თქმა უნდა ავანაცხოროთ ეს სითხე, როგორ მოვახდინოთ ამდენი რამის ანაზღაურება. თან მოყვება ზაფხულს, ტემპერატურის მატებაც, მოყვება სხვადასხვა გამოვლენები, უფრო მის გინდა რაღაცა გაზიანი საქმელიც გინდა, უფრო აქტიური ხარ, უფრო მეტი დღე არის, შესაბამისად უფრო მეტი ენერგია იხარჯება. ესეთი ფორმულა არსებობს, ანუ ჩვენ მაყურებელს ძალიან მარტივად შეუძლია დათვალოს 1 კილოგრამ წონაზე უნდა ადამიანი ყებულობდეს 35 მილილიტრ წყალს. ვიცით გადამამრავლე. 1 კილოგრამ წონაზე 35 როგა რა გაბა დედა რამდენი ლიტრი გახდა? 2.5 2.5 წყალი მთის ჩემი დათვალი ერთი ძალი ჩემი ტელეფონი აქ არნა ნახე შენი წონაც გავიგე სამწუხარო 3 ლიტრამდე უნდა მივიღო შენ ჩემზე მეტი გეკუთვნი კი ლევან შენ მიდი შენ მეც დაახლოებით მასე მეტი გეკუთვნის ვიდრე მე 2 და 8 ხო მე 2 და 9 ანუ მე 2.5 მყოფნის ხალხო არა და არა ვარ პატარა გოგო. თუმცა თუ ვარჯიშობ და ჰაერის ტემპერატურა მაღალია, ან დიდი რაოდენობით ყავას ვსვამთ, წყალიც მეტი უნდა მივიღოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წყალი მხოლოდ წყლის სახით არ მიიგება, ხო? ანუ ეს წყალი გასაგებია, ასევე უნდა ტყვების ხრა დავშოთ წვნიანიდან, ხილიდან, ბოსნეულიდან, ხო. ანუ ეს 2.5 ისიც შედის ამ 2.5-ში? მარტო წყალი არ უნდა იყოს 2 ლიტრ-ნახევარი. ჩვენი ორგანიზმი თიკა ზოგადად ჭკვიანია და ეხლა როგორ გვატყობინებს, ხო? ჩვენ პირი გვიშრება, რა თქმა უნდა, წყურვილის შეგრძნება გვაქვს და უნდა დაუკვირდეთ, რომ როდესაც ვშარდავთ, თუ მუქი ფერის შარდია და ცოტა რაოდენობით გამოყოფეს იმას ნიშნავს, გვაკლია სითხე და აუცილებლად უნდა მივიღოთ სითხე, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თირკმელს აქვს სერიოზული პრობლემები, ესე იგი ჩვენ გვჭირდება რომ დავეხმაროთ თირკმელს, რომ კარგად იმუშაოს. ხო, ღია ფერის არის, ესე იგი, ანუ რაღაც ესეთი ქარვისფერი, მაშინ ანუ ესე იგი საკმარის რაოდენობა წყალს ვიღებთ. თუ არ წყურია არასდროს, ესეც ხო არის. ანუ როგორ ვზნობთ, წყურიაო და ხო, ანუ ესეც შეიძლება იყოს და შეიძლება გაუწყლობა იყოს მსუბუქი ფორმის, ესე ვთქვა და ადამიანს საერთოდ ვერ ხვდებოდეს ამას. აბა ეს მსუბუქი ფორმის სიმპტომატიკაც ალბათ იარსებობს. პირველი სიმპტომი ეს არის გაბრუება ან თავის ტკივილი, როდესაც ორგანიზმში ნაკლები არის წყალი, შესაბამისად ჩვენი თავი ეს ტვინი ვერ იგებს საკმარის საკვებს, ამიტომ ამ შემთხვევაში წყალს, ხო? საკმარის წყალი არის. საკვები არის წყალი. მეორე ეს არის, ანუ ტკბილეულის მოთხოვნება უფრო ხშირად. ну ეს არ უნდა აგვერიოს დიაბეტსაც ახასიათებს, მაგრამ გაუწყლოება იწვევს გლიკოგენის, ანუ აი დეპოზი, რაც ჩვენ ღვიძლში შაქრით ვაგროვებ, ხო, იმის წარმოქმნის შეფერხებას. და ადამიანს გონია, რომ აკლია და შია და იწვევს ეს აი ამ ტკბილეულის მოთხოვნების გაზრდა, ხო. სინამდვილეში წყურია. მაგრამ თუ ეს სიმპტომი ანუ ხშირად ახასიათებს ადამიანს, ჯობია მაინც ეკითთან მივიდეს. კეთილი და აი რომ მინდება ძალიან ტკბილი წყალიო დავლიო, გადამივლი? ხო, გადაგივლის ესე იგი წყური. თუ არა და წყალი მაინც შემრჩება დალეული. ჩვენიერი შეთანხმებაა. შემდეგი სიმპტომის შესახებ ყველამ ვიცით, ეს არის გამომშრალი კანი. ანუ რა ხდება, კანი არის ის ორგანო, რომელიც ყველაზე მეტ სითხეს კარგავს, სიცხეში უფრო მეტს კარგავს და ამ დროს ორგანიზმმა უნდა მოამარაგოს კანი უფრო მეტი სითხით. და შესაბამისად ვერ ახერხებს და კანი შრება. თუ გვაქვს მშრალი კანი ზაფხულში, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ამის მიზეზი იყოს არასაკმარისი წყალი. შემდეგი არის გაგიკვირდება და კუნთის სპაზმი, აი კანჭის კუნთების და ასე გამეკვანძა. ხო, ხშირად არის გამოწვეული ეს სიმპტომი, ანუ მაგნიუმის და კალციუმის დისბალანსი და ასე შემდეგ, მაგრამ გაუწყლოებაც იგივეს აკეთებს რა. როდესაც კუნთი ვერ აკეთებს გაგრილებას
ხო, ანუ ის შეიჭმუხნება, რომ ანუ ამ სპასს მოგონდა რომ მეტი ტემპერატურა გამოყოს, ანუ თავი გაიგრილოს, მაგრამ ნუ ეს ძალიან მტკივნეული არის, ამიტომ და ეს არის უკვე სერიოზული გამოვლინება ალბათ. ეს უკვე კარგად დეჰიდრატირებული არის და ანუ თუ ეს ხშირად გემართება, ხო, ჯობია რომ წყლის დალევას ეს ადამიანებმა მოუმატონ. შემდეგი არის შავი უპეები თვალის ქვეშ, თუ საკმარისად წყალს არ სვამთ, შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს აი ესეთი შავი უპეები, იმის გამო რომ სისხლი უფრო სქელია და აქ არის კაპილარული ქსელი, რომელიც აშკარად აჩვენებს ხოლმე აი ჩვენი სისხლის შეფერილობას და რადგანაც მუქი ფერის არის, ამ დროს ეს უპეები შავ ფერს იღებს. თან ძალიან ბევრ ადამიანს არ მოწონს მსგავსი რამ და თუმცა რომ უბრალოდ წყლით მოიგვარო საქმე. და ბოლო დღევანდელ ჩამონათვალში ეს არის უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ესეც წყალია. ესეც წყალია, იმიტომ რომ ნუ სალივაციიდან ნერწყვ გამოყოფით, ხო, ანუ ჩვენ ნერწყვში შედის გარკვეული ფერმენტები და ეს ნივთიერებები, რომელიც წმინდავს ჩვენს პირის ღრუს და ბაქტერიებს არ აძლევს საშუალებას, რომ დიდი რაოდენობით გამრავლდეს. როდესაც გაუწყლობა ხდება და ნერწყვის გამოყოფა მცირდება, შესაბამისად ეს ბაქტერიების გამრავლება უფრო იზრდება და რაც წარმოქმნის ამ უსიამოვნო სუნს. რა სიმპტომების თქვენ ჩამოთვალეთ? ნამდვილად ისეთი სიმპტომებია, რომელზეც საერთოდ შეიძლება არ მიგვეტანა ეჭვი, რომ დეჰიდრატაციასთან, ანუ გაუწყლოვანებასთან გვაქვს საქმე. და დაუშვათ რომელიღაცა სიმპტომი, ან თუნდაც ორი გვეცნო. რას ვაკეთებთ ასე დროს? თიკა, ნუ ყველაზე კარგი გზა არის მიღებული წყლის რაოდენობა გავზომოთ, გამოვითვალოთ, რამდენი უნდა მივიღოთ, ჩვენ ხო გადავიყვანეთ. ეხლა რომ გამოვითვალოთ კილოგრამზე 25. და ესე ვთქვათ, მოვიმარაგოთ, აი როგორც აქ არის მომარაგება. აი ჩემია ზუსტად იმდენი, რამდენიც მე. ხო, აი წყალი მთის, შეგვიძლია მოვიმარაგოთ და დღის განმავლობაში დავლიოთ. რა კარგია. თუ ვერ ვახერხებთ, ანუ უშუალოდ აი წყლის სახით მიღებას, ანუ ჩვენ ხო ჩამოთვალეთ, ანუ ხილი და ბოსტნეულით შეგვიძლია შევივსოთ და მოდი ვნახოთ ახლა ყუთებში რა გვიდევს. საუკეთესო ვერსიები წყლის ალტერნატივის. როგორ მიყვარს? თანცივი. ძალიან მიყვარს, რა კარგია ბატონო. ხო, ნუ საზამთრო არის 92% წყალი. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ იმოდენობით, რომელიც გზიამოვნებთ. საზამთრო კი არა, ნამდვილი საზაფხულოა, ეს არის ზაფხული. შემდეგი, თიკა. ეს არის ხალხი ხარს თქვენ. კენკრა, ორასუნი აქვს თან რასუნი. რომელიც წყლის არაჩვეულებრივი წყაროა, სასარგებლოა, მინერალებს შეიცავს, ვიტამინებს და თან დეჰიდრატაციასაც ებრძვის. ძალიან მახარებთ ექიმებო. აი, შემდეგი ზაფხულში რამდენად ხშირად არის, არ ვიცი, მაგრამ ზამთარში ნამდვილად პორტოხალი, რომელიც 86% წყალია, პლუს C ვიტამინი და რაღაცა და ნუ აქედანაც შეგვიძლია თავისუფლად. მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ მაქსიმუმ 1 ბოთლს წყალს უდრიდეს, არა? გააჩნია რომ საზამთრო მეტს. ნახე, სალათის ფურცელი. ესეც წყალია. აქ 94% წყალია, პრაქტიკულად თანამედროვე ამაში ყველაზე მეტია? არა, ეხლა ეს რომ მოჭყრიდო გამოსდის ისიც და იმას არაფერი არ გამოსდის მაინც და მაინც. ბოლო რა უნდა იყო? ბოლო ჩემპიონ. ეს არის კიტრი 96% წყლის შემცველობით. თან ყველაზე დაბაკალორიული არის, იმიტომ რომ იქ მან შაქრები შედის, ნუ სალცბატონში არა, მაგრამ სამაგიეროდ ამას უფრო მეტი წყლის შემცველობა აქვს და ეს არის დიდებული კიტრი არის კი, არა, ზაფხულის შესანიშნავი მენიუ. და მოკლედ თუ ესე ვერ გავიწყდებათ ანუ რეგულარულად ამ წყლის დალევა და ასე შემდეგ, ტელეფონში შეგვიძლია ტაიმერი დავიყენოთ. რომ ნახევარ საათში ერთხელ ჩვენ რო გამოვიმუშაოთ რა რომ აი რა ვადაში ერთხელ რა დავუშვათ საათში ერთხელ რაღაც როდენობა უნდა დავლიო რაც მე სიამოვნება ხო ან შეგვიძლია მე კიდე გაყოთ და დავუშვათ დააყენო 6 ჯერ ხო 6 ჯერ ტაიმერი რომ შეგახსენოს და 250 მილილიტრი მიიღო ძალიან ხშირად არა ძალიან ხშირად ხო არა ხო სულ რაღაცა გირეკა ახალი ბუღალტერია იბატება
თუმცა ძალიან კარგი რჩევებით მოვისმინეთ, იმიტომ რომ ცხელი ზაფხული რა თქმა უნდა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გამოთვალოთ და როგორც იქნა მივიღეთ ფორმულა, როგორ შეიძლება სწორად დაითვალოს კონკრეტულად თქვენი სხეულისთვის, თქვენი წონისთვის შესაფერისი რაოდენობის წყალი, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის სარგებლის მომტანი, ამიტომ ეს დათვალეთ პირველ რიგში და შემდეგ აი ის ხერხები და ხრიკები, რომლებიც დღეს ნამდვილი ექიმებისგან მოვისმინეთ, გამოიყენეთ იმისათვის, რომ დღემ ჩაიაროს თქვენი სწორი ულუფა წყლის მიღებით და არ დაგვრჩეს მართლაც ეს ყველაფერი უყურადღებოთ. იმიტომ დღის ბოლოსკენ არ ვარ გამყოლაფრის შევსება, ამიტომ გადანაწილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შესანიშნავი, მე ერთი უკვე დავლიე სხვათა შორის, სანამ ვსაუბრობდით მანამდე. ეხლა გავხსნი მეორეს, მიწევს უკვე.